გამარჯობა, დღეს ჩვენ ვნახავთ აი ამ პარტიას. მე აქ თეთრები ვიყავი. ამ პოზიციაზე ვიყავი თეთრები რა. ხო და თითოეულ ხსნას სულას თან ავხსნი. აი მოდი ავხსნი ახლა. ეხლა წიგნების სულები გასაგები არის, დასაწყისი სულები არის. 4 წიგნი მივიღე აქ და ამ პაიკმა შეწყვიტა წიგნების გაკეთება. როქი ჩვეულებრივად მხედარი გამოუშვა პაიკი, როქი, პაიკი საჰაერო გავხსენი, შემდეგ პაიკი ავხსენი. საჰაერო არის, როდესაც როქის გაკეთებისას აი კუთხეში როა მაგ პაიკს წევს. შუა პაიკი, ანუ მარცხენა მხარეს რო არის პაიკი, ეგ არ უნდა აწიო, რადგან ღრმულები დარჩება და ვეღარ დაგიცავენ როქის დროს და აი სულ კუთხეში როა ეგ პაიკი რო აწიო, ეგ მეფს არ იცავს. და საჰაერო გახსნა პირიქით კარგი არის. აი მხედარი, აქ პაიკი, მე რა თქმა უნდა მე აქ მხედრის დამუქრება მინდოდა, მაგრამ მე კუს მოკლა მერჩივნა. ზოგადად რო იცოდეთ, კუს მხედრის გაცვლაში, ანუ კუთი მხედრის, ანუ როგორ ვქვა, კუთი რო მოკლა მხედარი და გაცვლა რო გააკეთო, მასე არ არის კარგი, რადგან აი მაგალითად შავუჯროვანი კუთი მოკლა მხედარი, მერე მაინც რომ მოგიკლა შავუჯროვანი კუ, მას ეყოლება და არაფერი არ დაემუქრება კარგი. პაიკი ძალიან ის არის რა. პაიკი შორს ვერ მიწვდება, ლაზიერი კიდე ძლიერია. ახლა კუ ჩავწიე უკან, როგორ უნდა დავკეთებინა, მე ავწიე პაიკი, რადგან აი ამის შემდეგი სულით დაიჭერდა ჩემ კუს და მოკლავდა. მან ჩაწიე თავის პაიკი, მე გაცვლა დავაპირე, კუ მოვიდა, მერე ჩემი კუთი გადავფარე, რადგან პაიკი დამეცვა, მან მომიკლა, მეც მოვკალი, მან მომიკლა, მეც მოვკალი. ახლა ეტლი გამოვიდა, შემდეგ მე ლაზიერი წავედი აქ. შემდეგ მხედრით მომიკლა პაიკი, უაზროდ დავკარგე პაიკი. შემდეგ ეტლი გამოვედი, მხედარი წავიდა. მე კუთი მოვკალი მხედარი. ეს კუთი მხედრის დაცული მხედრის მოკლა ცუდი არ არის, როდესაც მას არ ჰყავს ეგეთი კუ რა, აი შავუჯროვანმა მოკლა. შავუჯროვანი კუ მას არ ჰყავს, ესე იგი მაგ დროს პრობლემა არ არის. ახლა დაიბრუნა, მერე ეტლი წამოვედი, შემდეგ გავცვალეთ, შემდეგ ისიც წამოვიდა, კიდე გავცვალეთ, შემდეგ ლაზიერი წამოვედი, გიში მეფე წავედი, მერე პაიკი მომიკლა, მეც მოვკალი, მან აწია პაიკი, მან მხედარი გაწია, მან მეფე აწია. მე აქ გარანტირებული შამათი ვერ შევნიშნე და გამომრჩა სამწუხაროდ. მან პაიკი აწია, არა და მოკლა შეეძლო. ქიში გამოაცხადა ლაზიერმა, ჩემმა ლაზიერმა, მერე მეფე წავიდა, შემდეგ მე ეს პაიკი მოვკალი, შემდეგ მხედარი ჩავიდა ქვევით. მე აესვლა გავაკეთე, რადგან როგორც ხედავთ, პაიკსაც ვემუქრები და მხედარსაც და მხედარი რო წავიდა, მე პაიკი მოვკალი. ლაზიერის წამოსვლის შემდეგ მე მესამე პაიკიც მოვკალი თუ მეორე, ბევრი პაიკი მოვკალი რა. შემდეგ ქიში გამოაცხადა, არა და ეს არ უნდა ექნა, რადგან მეც მოვკალი ლაზიერი, მანაც ხო არ დაკარგავდა, მოკლა. ხო და შემდეგ პაიკის აწევა გადავწყვიტე, შემდეგ მეფი და მხედრით მოდიოდა ჩემ მოწინააღმდეგე და აქ ბრილიანტი სულა გავაკეთე, როგორც ხედავთ. მხედარმა რო მოკლას, ლაზიერს გავაცოცხლებ. ხო და მეფე რო წავიდეს, მხედარს დაკარგავს. ძალიან გამიხარდა, რომ ბრილიანტი ვნახე. ახლა მეფე წავიდა, არ უნდოდა ლაზიერი ამეცოცხლებინა, მე მხედარი მოვკალი, მან პაიკი მოკლა. მე მხედარი წავედი მის პაიკებისკენ, შემდეგ ისიც წამოვიდა, მე წამოვედი პაიკით, მეფე წავიდა. C პაიკისთვის, მერე მე მარჯვენა მხარეს რო არის პაიკები, მაგათთვის მოვდიოდი, შემდეგ გავცვალეთ,
მე იმეს ვქენი ხედარ შპაიკი მოვკალი რადგან მაინც ბევრი პაიკი რო ყავს ენჩპილში ძალიან ძლიერია ენჩპილი ანუ დასასრული ას თამაშის ბოლო ნაწილი დასასრული როდესაც აღარა ყავს ძლიერი ფიგურა და მარტო პაიკები რო არიან მაგას ქვია ენჩპილი ნუ მე ხა ეს პაიკი მოვკალი რადგან ამისთვის გამეხსნა გზა და გავაცოცხლე ლაზიერი და აქ მოწინააღმდეგე ნებდება და გამარჯვებული ხდები მე. კაი, დღეისაც კიდევ სულ ეს იყო აუცილებლად არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალექება და არხის გამოწერა. მე კიდე ამით დეგემშვიდობებით. ნახვამდის.